ამავე საკითხზე გაიმართა შეხვედრა სოფელ ჩუმლახში. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ახალი ტარიფი და სუბსიდირების სქემა ატმის ბაღების მეპატრონეებს გააცნო. გიგლათ ამაზაშვილმა პროგრამაში ჩართვისთვის წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ვიმყოფებით სოფელ ჩუმლახში, სადაც შევხვდეთ ატმის ბაღების მეპატრონე ფერმერებს. ფერმერებს გავაცანეთ ის ტარიფი, რომელიც ამოქმედება 2026 წლის 1 აპრილიდან. ვისაუბრეთ კონტრაქტების მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე და მოუწოდეთ ფერმერებს, რომ ძალიან მალე მიმართონ საქართველოს მელიორაციის ოფისებს, გააფორმონ წყალსარგებლობის გრაფიკები და მიუთითონ მათი სასურველი ვადები, რომ მათ სრულფასოვნად მიიღონ ის მოსახურება, რასაც საქართველოს მელიორაცია გაუწევთ მათ მომავალში. საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდით ადგილობრივ ფერმერებს. შეხვედრა იყო როგორც საინფორმაციო, ასევე მოვისმინეთ ფერმერების საჭიროებების საკითხები. ახალი სატარიფო სისტემაა შემოღებული და ეს სატარიფო სისტემა სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირებული.